2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება გრძელდება. უკრაინასთან შეხვედრამდე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისი არენაზე ივარჯიშა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდში გამოცდილ ლიდერებთან ერთად ახალი სახეებიც არიან. საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია მოხვდნენ. მომდევნო მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი სამი საუკეთესო ითამაშებს. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირზე 27 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30 ნოემბერს ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკრაინა ჩვენთვის ნაცნობი მეტოქეა, თამაში უფრო ხშირად იმიტომ გვიჭირს ხოლმე უკრაინასთან, რომ ფიზიკური გუნდია და ჩვენ რაც ესე რომ ვთქვათ უპირატესობები გვაქვს ფიზიკური თამაში, მათაც შეუულიათ ფიზიკური თამაში, ამიტომ ძალიან კარგი თამაში იქნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად ვართ მომზადებული, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და რა თქმა უნდა სახლის თამაშია და რა თქმა უნდა ფავორიტები ჩვენ ვართ. ამ თამაშს ასევე ორმაგი დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი კალათბურთელი გიორგი შერმადინი იმშვიდობება ჩვენს გულშემატკივარს და რა ვიცი ესე ვთქვათ ორმაგი მუხტით და ორმაგი мотивაციით ვართ გასასვლელები მოედანზე ხვალ. მინდა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან ჩვენ ახალ სპორტსახელში ძალიან კარგად დამთავრდეს, მოვიგოთ ეს თამაში და მინდა რომ ეს ქართულ გულშემატკივარს ესე გამარჯვებულად მოგებული თამაშის შემდეგ დავამშვიდობო და იმედია ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი ქართველი გულშემატკივარიც მოვა ხვალინდელ თამაშზე გვერდში დაგვიდგებიან და თამაშის მერე ერთად ვიზეიმებთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.